მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ეკომედია ტელევიზია ბაზალეთის ტბას, მე კი ჟურნალისტი იოსებ ზახაშვილი გახლავართ. დღეს საუბრობთ დუშეთის მუნიციპალიტეტ სოფელ-მლაშეში არსებული პროფტექნიკუმზე, რომელიც 1970 წლიდან 1990 წლამდე არსებობდა. ადამიანები ამ პროფტექნიკუმში იღებდნენ, რა თქმა უნდა, განათლებას. ეს ფაკულტეტები იყო დურგლობა, მართვისმოწმობა და ასე შემდეგ. მით უმეტეს კი 1990 წლიდან პროფტექნიკუმმა დაკარგა არსებობა. გახდა მიტოვებული შენობა, ადამიანებმა დატოვეს, წავიდნენ და აღარ სწავლობდნენ აქ და დაანგრიეს ნახევრად. აი მე რომ გევარ ამ ადგილას, თქვენ ჩემს კადრს უკან ხედავთ, რომელიც დიდი ფართი მოცულობის შენობა იყო. ამ ადგილას სოფლის მაცხოვრებლები ვიზიარებს იმას და ლეგენდებიც კი ამბობს, რომ როცა ბინდებოდაო, აქ გავლა საშიში იყო. როცა ის მიტოვებული შენობა იყო, აქ ვერავინ ვერ გაევლიდა. ისმოდა მოჩვენებების ხმებიო. იყო, რა თქმა უნდა, გოგონას სასო წარკვეთილი კივილი. და ამ ადგილში იარგოს მოჩვენების სახლი. და რა თქმა უნდა, კიდევ გვიყვებიან იმას, რომ ვერავინ ბედავდა აქ სიარულს. ეს არის თავარი, რომ ჩვენი მედია ზუსტად ახალ ინფორმაციას გვაძლევს. ნანგრევები 2024 წლის 8 აგვისტოს დაანგრიეს და გაიტანეს. ბოროტის ძარების ნაცვლად აქ ახლა მხოლოდ ქარის შრიალი და სიმწვანის ხმები ისმის. ეკომედია ტელევიზია ბაზალეთის ტბის პრინციპი უცვლელია. ჩვენ ვემსახურებით ბუნებას, მას უმთავრეს გარემოს. და რომელიც ჩვენს ისტორიას შვილს აყენებდა, ნაგავი გაქრა. შიში დამასდა და ბუნება პირვანდელი სახე დაიბრუნა კიდევაც. აი, რაც თავარია, ჩვენი მედია ადამიანებს მიაწვდის კიდევ ახალ საუკეთესო ინფორმაციას, დეტალებს. და აი ნახეთ კადრი. რომელიც როგორი ხმები ისმის. ზუსტად ნახეთ კადრი. დაგემშვიდობებით, წარმატებული დღეს გისურვებთ. ეკომედია ტელევიზია ბაზალეთის და თქვენს გვერდით. ნებისმიერი ინფორმაცია ეკოლოგიაზე, ნებისმიერი ისტორია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ, გამოგუგზავნოთ ჩვენს Facebook გვერდზე, ეკომედია TV ბაზალეთის ოფიციალურ გვერდზე და ჩვენ მას გარდა უფრო სწორად გავაცოცხლებთ.